არტისტი ჩემის აზრით მანიშნებელია იმ თამასისა, რომელიც არის უმაღლესი საზომი. არტისტში უნდა შევიდეს ყველა ის თვისება ხელოვანისა, რომელიც საჭიროა და სჭირდება, თუ შეიძლება ასე ითქვა, მოსაჯადოებლად საზოგადოების მაყურებლის დასაჭერად და გადასაცემად იმისა, რის თქმაც უნდა თავის შემოქმედებაში. მე გახლავართ ზურაბ ბანთელავა, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და დღეს აქტიურად მოქმედებაში ვარ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. როდის ხვდება ადამიანი ნებისმიერ სფეროში? მაშინ ხვდება, როცა მას ეს ძალიან უნდა, მინდა მე ეს და მინდოდა. ამიტომ ვარ აქ და როგორც ცნობილი ფრაზა რო არის, აქ დგევარ და სხვაგვარად არ ძალმიც. ზუსტად გადაწყვეტილება მივიღე, რომ სხვაგან არა ვარტო აქ. მე 9 კლასში ვიყავი, როდესაც რუსთაველის თეატრში ქართული თეატრის დღე იყო და პიონერთა სასახლეც მონაწილეობდა და წავიკითხე ვაჟა-ფშაველას ბაკური. რო დავამთავრე, პაუზა იყო და კანკალით გამოვედი და სანამ კულისებში გავიდოდი, უკვე ტაში ატყდა. ხორავა იყო ბატონი აკაკი კომისიის თავმჯდომარე და გასცა ბრძანება ამბობს ოქრო მიეცით. ბატონი აკაკის ეს სიტყვა გახდა ჩემის ვიზა პასპორტში თეატრალურისკენ. და მოუხვდი თეატრალურზე მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში. ეს ის ჯგუფია, რომელსაც 1 სექტემბრიდანვე როგორ იტყვიან იცით, რომ გამადიდებელ შუშაში რო უყურებენ. პირველი კურსიდან დავიწყეთ სწავლა არა მარტო მსახიობის ოსტატობის, არამედ თეატრის მშენებლობის. პირველი როლი სპექტაკლი, საკურსო სპექტაკლი იყო მსხვერპლიდან, იქ თამაშობდი მამას. ამ თეატრში, ამ გუნდთან ერთად არ წავსულვარ მე, რომ დავამთავრეთ. დავრჩი განაწილების გარეშე, რამე თუ დედის ერთად ვიყავი რა, მამიდას გაზრდილი რო ვიყავ, მაშინ იყო რომ ბატონმა ნუგზარმა ლორთქიფანიძემ შემომთავაზა, თელავში მივდივარ და ხوار წამოხვალ. და ბედად მე ვანოიან ტბელიძე და ნინო მამულაიშვილი წავედით, გავყევით ბატონ ნუგზარს. 75 წელში ჩავედი თელავში, 4 სექტემბერს უკვე ჩავირიცხე დასში. ეს ის თაობა, რომელიც რუდუნებით შესქერო და ვინ მოდის ჩემს შემდეგ. რესპუბლიკის სახალხო არტისტი იყო ვახტანგ ჩელთისპირელი და ქალბატონ თინათინ გურგუთაშვილი, რომელთანაც შედგა ჩემი დებიუტი. ქალბატონ თინას ჰქონდა სხვანაირი დალოცვა მობრძანებისას და სცენაზე ასვლისას. სარკის უკან ყოველთვის ჰქონდა კონიაკი და ანთებდა სანთელს და აბაშვილო, ფეხბედნიერი ყოფილიყოს შენი სცენაზე გასვლა. 76-ში გაზაფხულზე დადგა ნუგზარ ლორთქიფანიძემ 22 წლის ვარ. გიგლა ხოხაშვილის პიესა აღმარ-დაღმართი, რომელიც სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს. და მერე ბატონ ნუგზარი რომ წავიდა თეატრიდან 82-ის დასაწყისში, მობრძანდა ლუკრი კანთარია. უპრეცედენტო შემთხვევა. თელ საბჭოთა კავშირში ყველაზე ახალგაზრდა მთავარი რეჟისორი. წარმოიდგინე, იღბალი, რამდენი რაღაცა გითხარით, ხო? და სწორედ ამან ყველაფერმა თავი მოიყარა ბატონი ნუკრის თან ერთად მუშაობაში. ჩემი წყალჭალის ხმებით მოხდა ეს, რატომ? იღბალი რევა ზინანიშვილი შემოვიდა ქართულ თეატრის სცენაზე. გამოვიდა ბრწყინვალე სპექტაკლი, რომელმაც მიიღო სახელმწიფო პრემია ბატონმა ნუკრიმ და მე. და ყველა ამის შემდგომად არის სწორედ რომ მე დაიბადა
ის გენიალური სპექტაკლების ფერები, რაც ნუკრი კანთარიას ხელში მოხდა თელავის თეატრში და რომელსაც მარტო მე კი არა, თამამად შეიძლება ისტორიამ და კრიტიკოსებმა დაარქვან, რომ ეს იყო ნამდვილად ოქროს ხანა. მე თელავზე უსასრულოდ შემიძლია ლაპარაკი, იმიტომ რომ 24 წელი ვიყავი ეგ. ჩემი სიცოცხლე ჩამოყალიბება რო იტყვიან შემოქმედებითად, კაცურად, ქართულად თელავია. მე ეს განვითარდა, მე როდესაც წავედი და სადაც არ ვიარე. თეატრს მე უღალატე 12 წელი, 13 წელი რო ვიყავ წასულ. ამას ღალატი ქვია. რომ ჩამოვედი ზურგი შემაქცია თეატრ. დავჭი ქუჩაში. 60 წლისას რო ჩამოდიხარ და ნოლიდან უნდა დაიწყო. ხვდებით რა არის ეს? მაგრამ აი ასე განმარტავდი ამას. და მოხდა ის რომ ისევ ნუგზარ ლორდ-კიფანიძემ ცხონებულმა გაიგო რომ ქუჩაში ვიყავ. და მაშინ ის იყო სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და იქ მიმიწვია, იქ ჩამსვა, იქ დაიწყო ჩემი ასე ვთქვათ, იმ დაჭიმულობის და შიშის ნელა-ნელა ცდელობა და სცენაზე ხელმეორედ ფეხის დადგმა. ამოიქოქა და ამ დროს სწორედ იყო ბადრი წერედიანი იყო აქ სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნული. უსაქმურად ვარ, თუ შეიძლება ასე ითქვას. არა ვარ დაფუძნებული თეატრში. გამიგეთ? და ჩამოვედი აქ და ბადრისთან ვისაუბრეთ და შევთავაზეთ ჩემი თავი. და დიდი სიამოვნებით მიმიღო. მას მერე აქ ვარ. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან რომ მშობლიურ კუთხეს დავუბრუნდი. ყველაზე მთავარი ჩემთვის. რომ ამბობდნენ ხოლმე მიწის ყივილი კუთხისა, სადანაც ხარ, ის გეძახის. ყოველთვის გეძახის, მაგრამ ასაკში რაც უფრო შედიხარ, ის უფრო ღვივდება ის ნაკვერჩხალი, რომელიც მინავლებულია. ის და მე როგორც კი პირობების შემექმნა თავისთავად გავცოცხლდი აქედან გამომდინარე. ბარბარე სათხარ ჩამოვედით მე და მამაშენი ოთახში ერთ ხვინია სინჯები იყო კასტინგი იყო გამოცხადებული თურმე და ეკამ ჟავანაძემ დამერეკა ბატონო ზურაბ ასე-ასეაო თუ შეიძლება მორძანდით კასტინგზეო. აი თქვენ როგორ ფიქრობთ რომ მომცეს რომ ამიხსნეს რა უნდათ ვინ უნდა იყოს და პირველი კითხვა აი სკოლა რას ნიშნავს პროფესიული. კვაზი რატო ქვია ამ კაცს მეთქი? აი ეს არის მსახიობის აუცილებელი თვისება პირველი კანჭი რო ამოიღო გამოსდო რომ დაიწყო ფიქრი ვინ არის ეს პერსონაჟი. ხო და აი დღესაც კი დიდ ბედნიერებას მანიჭებს ქუჩაში გავლა. ყველაფერი იღბალთან მიდის, ხო? და ესეც იღბლიანობაა რომ დღეს სამხატვრო ხელმძღვანელად მოვიდა გიორგი კაშია. გიორგი კაშიამ დადგა სამანიშვილის დედინაცული. მაგრამ რა ხდება დღეს ზუგდიდში, ზუგდიდის თეატრში? კაცმა რეჟისორმა დადგა სპექტაკლი. წავიღეთ თბილისში, რუსთაველში ვითამაშეთ. და თბილისი ყირაზე დადგა. აი ეს არის დღევანდელი დღე. სურვილი რა არის, იცი რომ ყოველთვის ვჭირდებოდე რეჟისორს რომ დამაკავოს. მუშაობა. რაც მეც აკეთებ, მით უფრო ბედნიერი ხარ და სიბერე ვერ გეკარება. ეხლა ჩემთვის სიბერემდე ლაპარაკი ადრეა, მე ჯერ ყველას გამოუცხადე და თქვენც ასე უნდა დაამთავროთ ეს გადაცემა. 80 წლამდე ჩემთან სიბერეზე არავინ გაბედოს ლაპარაკი.